ზორმელია ჩვენთან ხაზზე საღამოშიდობისა ბატონო ანზორ მადლობა ჩართვისთვის. გამარჯობათ საღამოშიდობისა. რა შეგიძლიათ თქვათ აი პირველი კომენტარი თქვენი როგორი იქნებოდა? არაფერ სახში ვიყავით და შოკირებულები უსმენდი პირველ არხს და რომ გამოაცხადეს ვაპირებდით ნიკასთან სახში მისვლას, იმიტომ ვიცოდი რომ ხვალ დაიჭერდნენ, მაგრამ აი ასე უნამოსოდ აი ასე როგორც ტერორისტი რომ მოიქცნენ ძალიან გამიკვირდა და მაინც მოულოდნელი იყო ასე გამოდის თქვენთვის მიუხედავად იმისა რომ როგორც ჩანს მიდიოდით რომ ხვალისთვის მას დამშვიდობებოდით რაღაცა პერიოდით დიახ აი გუშმინდა და მოსვლა მაგრამ მე როდესაც გავიგეთ რომ გადაიდო პროცესი ამოვისუნთქეთ და გვეგონა 1-3-4 დღე მაინც იქნებოდა და დღეს რომ დანიშნეს დღეს უკვე ვაპირებდით წამოსვლას ეს ამბავი რომ გავიგეთ. ბატონ ანზორ, ბატონო ახთან. დიახ. თქვენი აზრით მაინც რისი შეეშიდა? მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნიკაც ამბობდა ამას რომ არანაირ რაღაც წინააღმდეგობას ის არ აპირებდა. რატომ მოიქცნენ ასე როგორ ფიქრობთ? იცით რა არის აი ეს გასაკვირი ხო მაგას ხელში არის სუსიც პოლიციაც ყველაფერი მთელი ინფორმაცია აქვს და იცია რომ ნიკა წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა მას არ სურდა მხოლოდ იმ სასამართლო პროცესში მიიღო მონაწილეობა რომელიც ფასს წარმოადგენდა და ამბობდა და იცოდნენ მაგათმა ცუსმა რომ სად დაელოდებოდა ნიკა რომ ისულიყვნენ და დაეპატიმრებინათ ხვალ და დღეს ასეთ ტერორისტი ხომ არ იყო ან ოჯახის წევრებს არ უნდა გაურცხლდნენ ამ ბავშვს არ უნდა გაურცხლდნენ ასე გამომშვიდობებას ვერ მოვასწარეთ ვერაფერი რა ვიცი არ ვიცი რა სახელმწიფოში ვცხოვრობ ახალგაზრდა რომ იყო არ ვიცი სხვა რაღაც წავიდოდი ამ ქვეყნიდან ბატონო ანზორ აი დღეს გვეუბნებოდნენ ახლა რომ დღეს უკვე მიყვებოდა მას უკან მანქანა და თვალთვალი იყო ძალიან თვალჩისაცემი აი დაკავებამდე თქვენ ატყობდით აი ამ სივრცის კონტროლს თქვენი სახლის ირგვლივ ნიკას სახლის ირგვლივ შეგინიშნავთ არავითარი აგერ მაიკოს ჩემთან მაგის მეუღლე და არავითარი მანქანები არ შემჩნევია თვალთვალი მაგრამ ჩვენ საიდან შემნიშნავდით მე სამსახურში ჩემთან უამრავი ავტომობილები ტრიალებს და შეიძლება იქაც იყვნენ და ეს მithვალთვალებდნენ არა გამორიცხული არაფერი მაგრამ აი რა შეჭირდებათ ამითი რა მოიგეს მითხარით გაოცებული ვარ რა გმადლობთ ბატონ ანზორ პირდაპირ ჩართვისთვის გაირკვევა მადლობთ გამძლეობას გისურვებთ ბატონ ანზორ გამძლეობას